ოპოზიციური ალიანსის წევრები ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდნენ. ალიანსის წევრების თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერების განაცხადეს, დელეგაციასთან ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და რეგიონში მათ ინტერესებზე. ასევე მათივე თქმით, საუბარი შეეხო მათ სამომავლო გეგმებსაც. შეგახსენებთ, რომ ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე ვიზიტია თბილისში. დელეგაცია 24 მაისს ჩამოვიდა და 29 მაისამდე დარჩება. მათ უკვე გამართეს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. შეიძლება ვინმეს გონია, რომ ამერიკული ინტერესი მხოლოდ ეკონომიკური ინტერესია ამ ქვეყანაში, ესე არ არის და ვერც იქნება. პირველ რიგში ეს ინტერესი განისაზღვრება ქართველი ხალხის პოზიციით, რომელიც თავსებადი არ არის ქართული ოცნების განხორციელებულ პოლიტიკასთან. როცა საუბარი მიდის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, ეს არის ჩვენი თავარი ინტერესი, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტების და პოლიტიკური აქტორების, მაგრამ წინაპირობების გარეშე, რაც დემოკრატიის მთავარ საბაზისო პრინციპებს გულისხმობს, ამ წინაპირობების გარეშე უბრალოდ რა თქმა უნდა შეუძლებელია ნებისმიერი ეკონომიკური პროექტი.